მოგესალმებით, წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი პირველი დღეა STEAM კლუბში. აი, დღეს ჩვენ ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ ავაწყობთ თქვენს პირველ ციფრულ ქმნილებას. მინდა დაგანახოთ, რომ ტექნოლოგია, იცით, არ არის რაღაც რთული კოდი ან გაუგებარი ფორმულები. არა, ეს არის უსაზღვროდ კრეატიული და მართლაც ძალიან სახალისო თავგადასავალი. ხართ მზად? კარგით დავიწყოთ. კარგი, სანამ უშუალოდ საქმეზე გადავალთ, მოდით, ერთი წუთი ჩვენს ფანტაზიას მივცეთ გასაქანი. დავიწყოთ ერთი დიდი ცოტა გიჟური იდეით, რომელიც სინამდვილეში საფუძველს უყრის ყველაფერს, რასაც დღეს გავაკეთებთ. აბა, დაფიქრდით, რა იქნებოდა ეს? იქნებ smartphone, ან ინტერნეტი, ან იქნებ სულაც უბრალოდ ნათურის იდეა? იცით, ნებისმიერი პასუხი, რასაც ახლა ფიქრობთ, პირდაპირ ინოვაციის გულში ხვდება. ანუ, იმის გაგებაში თუ როგორ შეუძლია ერთ თითქოს მარტივ იდეას მთელი სამხარო შეცვალოს. და აი სწორედ ეს სულისკვეთებაა ჩვენი დღევანდელი მოგზაურობის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ხო, ეს დიდი იდეები და გამოგონებები, რა თქმა უნდა, ციდან არ ცვივა. მათ ჭირდებათ რაღაც საფუძველი, აზროვნების განსაკუთრებული სტილი. და სწორედ ამ ჩარჩოს, ამ მიდგომას ხვია STEAM. მოდით ერთად გავშიფროთ, რას ნიშნავს ეს იდუმალი სიტყვა. STEAM ეს არის უბრალოდ აკრონიმი, რომელიც 4 სიტყვას ერთიანებს: მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა. მაგრამ იცით, ეს არ არის უბრალოდ 4 სასკოლო საგანი. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ინსტრუმენტების ნაგრები. ვთქვათ, მეცნიერება გვაძლევს კითხვას რადომ, ინჟინერია გვაძლევს დიზაინს როგორ, ტექნოლოგია გვაძლევს ინსტრუმენტებს, რომლითაც ამას ავაწყობთ, მათემატიკა კი არის ის უნივერსალური ენა, რომლითაც ეს ყველაფერი ერთმანეთს ესაუბრება. ყველაზე მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ STEAM არ არის რაღაც ფორმულების დაზეპირება. არა, ეს არის აზროვნების სტილი. ეს ნიშნავს, რომ მუდმივად სვამ კითხვას, რა მოხდება თუ? და შემდეგ არ ელოდები პასუხს, არამედ საკუთარი ხელით ცდილობ მის პოვნას. სანამ რაიმე დიდსა და შთამბეჭდავს შევქმნით, ჯერ ანბანი უნდა ვისწავლოთ, ხო? მართალია? ხო და ელექტრონიკასაც თავისი ვიზუალური ენა აქვს, თავისი ანბანი. მოდით მის პირველ ყველაზე მნიშვნელოვან ასობგერებს გავეცნოთ. აი, მარცხნივ ხედავთ ჩვეულებრივ ნატურას, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ. მარჯვნივ კი, აი ასე ხატავენ მას ინჟინრები. რატომ? იმიტომ რომ წარმოიბრინეთ ასეთი მარტივი სიმბოლოებით ბევრად ადვილია რთული სისტემების დახაზვა და გაგება. ეს არის უნივერსალური ენა, რომელსაც დღეს ჩვენც ავითვისებთ. ზუსტად, ანალოგიურად, ეს არის ჩვენი ენერგიის წყარო, 9 ვოლტიანი ელემენტი. და აი მისი სიმბოლოც. ნახეთ, გრძელი ხაზი აღნიშნავს დადებით პოლუსს, ანუ პლუს, მოკლე კი უარყოფითს მინუს. თითოეულ პატარა დეტალს თავისი დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს. კარგი, ახლა როცა ანბანის პირველი ასოები უკვე ვიცით, დროა ჩვენს ციფრულ სახელოსნოში შევიდეთ და წერა დავიწყოთ. გაიცანით, ეს არის Tinkercad. წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი პირადი ციფრული სახელოსნოა. და იცით რა არის საუკეთესო ნაწილი? აქ შეგიძლიათ ჩაატაროთ 1000 ექსპერიმენტი და არაფრის შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერაფერს გააფუჭებთ. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უფასოა და მხოლოდ თქვენი კომპიუტერი გჭირდებათ. დასაწყებად სულ რაღაც 3 მარტივი ნაბიჯია საჭირო. პირველი, ქმნით კლასს, მეორე, ამატებთ თქვენს მეგობრებს და მესამე, უზიარებთ მათ უნიკალურ კოდს. სულ ესაა, თქვენი ვირტუალური კლუბი უკვე მზადაა სამუშაოდ. კარგით, საკმარისია თეორია. დროა, ხელები დავიკაპიცოთ და რაღაც რეალური ავაწყოთ. მოემზადეთ ჩვენ უქმნით თქვენს პირველ ციფრულ ქმნილებას. ჩვენი პირველი პროექტისთვის სულ 3 კომპონენტი დაგჭირდება: ენერგიის წყარო, ანუ ჩვენი ელემენტი, კონტროლის მექანიზმი, ანუ ღილაკი და რა თქმა უნდა შედეგი, რომელსაც დავინახავთ, ნატურა. ახლა კი პატარა თავსატეხი. როგორ დავაკავშიროთ ეს 3 ნაწილი სადენებით ისე, რომ როცა ღილაკს თიც დავაჭერთ, ჩვენი ნატურა აინთოს? აბა დაფიქრდით ერთი წამით. როგორ გააკეთებდით ამას? და აი პასუხიც. ენერგია გამოდის ელემენტიდან, გადის ღილაკში, ანთებს ნატურას და ისევ უკან, ელემენტში ბრუნდება. როდესაც ჩვენ ღილაკს ვაჭერთ, ამ გზას ვკრავთ და ენერგიას მოძრაობის საშუალებას ვაძლევთ. სწორედ ამას ქვია ელექტრული წრედი. იმას, რაც ჩვენ ახლა შევქმენით, წრედი ჰქვია. და ეს არის ელექტრონიკის ყველაზე მთავარი, ფუნდამენტური იდეა. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის სარბენი ბილიკი ენერგიისთვის. თუ ეს ბილიკი სადმე გაწყვეტილია, ენერგია უბრალოდ ჩერდება და ვეღარ მოძრაობს. ყოჩაღ, თქვენ ეს შეძელით. შეიძლება ეს პატარა ნაბიჯად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ეს უზარმაზარი ნახტომია ტექნოლოგიების სამყაროს გაგების გზაზე.
კარგი, ახლა როცა საფუძვლები უკვე იცით და იმედია თავდაჯერებულობაც მოგემატათ, დროა ცოტა უფრო საინტერესო თავსატეხზე გადავიდეთ. ამჯერად ამოცანას ოდნავ ვართულებთ. გვაქვს ორი ნათურა, ერთი ელემენტი და ერთი ახალი ძალიან საინტერესო კომპონენტი გადამრთველი. ღილაკისგან განსხვავებით, რომელიც გზას ან კრავს, ან ხსნის, გადამრთველს შეუძლია ენერგია ორ სხვადასხვა გზას შორის გადაანაწილოს. და აი, თქვენი ამოცანაც უნდა ააწყოთ წრედი, სადაც გადამრთველი ან ერთ ნათურას რთავს, ან მეორეს, მაგრამ არასდროს ორივეს ერთად. ეს უკვე ნამდვილი პატარა საინჟინრო თავსატეხია. აბა, დაფიქრდით, როგორ გაანაწილებდით ენერგიის ნაკადს. და სანამ ამ თავსატეხზე ფიქრობთ, მოდით ერთი წამით კიდევ უფრო გავადიდოთ მასშტაბი და დავინახოთ, რატომ არის ეს თითქოს და მარტივი წრედები სინამდვილეში ასეთი მნიშვნელოვანი. აი, უბრალოდ შეხედეთ თქვენს კომპიუტერს ან ტელეფონს. მათ შიგნით მილიარდობით პაწაწინა გადამრთველი და წრედია, რომლებიც ზუსტად იმავე ლოგიკით მუშაობენ, რაც თქვენ ახლა ისწავლეთ. ანუ, თქვენ დღეს უბრალოდ ნათურა კი არა ანთეთ, თქვენ გაიგეთ ფუნდამენტურად როგორ მუშაობს მთელი თანამედროვე სამყარო. თქვენ ისწავლეთ ამბანი. ახლა კი უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ სიტყვების, შემდეგ წინადადებების და ბოლოს მთელი ისტორიების წერა. კითხვა მხოლოდ ერთია: რისი მოყოლა გსურთ თქვენ ტექნოლოგიის ენაზე? სამყარო თქვენს იდეებს ელოდება.